საერთაშორისო მედიის განხილვის მთავარი თემა ამერიკა-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ირანი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, ტაივანის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის უთანხმობის გამომწვევი ყველა თემა განიხილეს. ორივე მხარე ახალი კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებაზე მიუთითებს. 9 წლიანი პაუზის შემდეგ პეკინში დონალდ ტრამპის ჩასვლას და შეხვედრებს ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიულ და მნიშვნელოვნად მოვლენად აცხადებს. ამერიკის პრეზიდენტის გზავნილია, რომ ჩინეთის პირველ პირს ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს და მას ირანთან შეთანხმების მიღწევაში დახმარებას თავაზობს. ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის მზადყოფნა უკვე ხელმოწერილი შეთანხმებები დადასტურდა. რაც შეეხება ტაივანს, რომელსაც ოფიციალური პეკინი ამერიკასთან შესაძლო დაპირისპირების თემად განიხილავს. სი ძინპინმა ამერიკელ კოლეგას კონკრეტული გამაფრთხილებელი გზავნილი გადასცა. გამოიწვევს თუ არა ვიზიტი მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ურთიერთობაში გარღვევას. რამდენიმე საკვანძო თემაზე არაერთგვაროვანი განცხადებებიც გაკეთდა, რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს. თიკა მიგინეიშვილი დეტალებით. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ფიქრობ, ბევრი კარგი რამ მოიტანა. ასე აჯამებს დონალდ ტრამპი პეკინში ორდღიან ვიზიტს. თუმცა რეალურად ის ვაშინგტონში ისე ბრუნდება, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სადავო საკითხებზე მნიშვნელოვანი შეთანხმების შესახებ არაფერი მოგვისმენია. გაურკვეველია ვიზიტის წინ ტრამპის მიერ დაპირებული სავაჭრო შეთანხმების დეტალებიც. შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებით ის მნიშვნელოვანი გარიგებებით ბრუნდება უკან. თუმცა რა წერია დოკუმენტებში? საერთოდ არსებობს თუ არა, ის უცნობია, რადგან ჩინეთში მხოლოდ ზოგად შეფასებებს აკეთებენ. ჯერჯერობით ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის, კონსტრუქციული და სტრატეგიული ურთიერთობა. ეს ვიზიტი ეტაპობრივია. დონალდ ტრამპის ვიზიტის მეორე დღე პეკინში საკმაოდ სიმბოლური აღმოჩნდა. ის ჩინეთის ლიდერმა ჟონგნანჰაის ბაღში მიიწვია. ეს არის ადგილი, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობა ცხოვრობს და მუშაობს. აქ ვიზიტის პრივილეგია იშვიათად ეძლევათ უცხოელ ლიდერებს. ვის ჰქონდა ეს პრივილეგია? ამით თავად დონალდ ტრამპიც დაინტერესდა. შეერთებული შტატების ცნობისმოყვარეობას სი ძინპინმა ასე გასცა პასუხი. აქ ძალიან იშვიათად მოდიან ლიდერები, მაგალითად პუტინი ყოფილა აქ. სი ძინპინმა დონალდ ტრამპს ჩინეთის წარსულიც მარტივი ჟესტით შეახსენა. ბაღში ექსკურსია ისე წარმართა, რომ ყოველ ნაბიჯზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს დიპლომატიურად მიუთითებდა ჩინეთის უძველეს ისტორიაზე. შეხედეთ ამ ხეს, ეს ორი ხე ერთად გაიზარდა 100 წლისაა, სინამდვილეში მეტიც, ალბათ 200. ამ მხარეს ყველა ხე 200-300 წლისაა, იმ მხარეს კი 400 წლის ხეებიც არის. ასე დიდხანს ცოცხლობენ? დიახ, სხვა ადგილებში 1000 წლის ხეებიც არის. დონალდ ტრამპი ამ ბაღში ხეების გარდა ვარდებმაც მოხიბლა. ჩინეთის ლიდერს თეთრი სახლისთვის მათი ნერგების გაგზავნას თხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ეს ერთადერთი შეთანხმება აღმოჩნდა, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს. შესაძლოა ირანისა და ტაივანის საკითხზე გარიგება ვერ შედგა, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ დონალდ ტრამპი ჩინური ვარდების ნერგებს მიიღებს. ასეთი ლამაზი ვარდები არასდროს მინახავს. პრეზიდენტს ვთხოვე თეთრი სახლის ბაღისთვის ვარდები გამოეგზავნა. ის დამთანხმდა. ეს შეხვედრების ის ნაწილია, რაც საჯაროდ ვიხილეთ, თუმცა სიტუაცია დახურულ კარს მიღმა განსხვავებული აღმოჩნდა. ორივე მხარეს მოლაპარაკებებში სხვადასხვა პრიორიტეტი ჰქონდა. ვაშინგტონს ამ ვიზიტით სურდა პეკინის მხარდაჭერა მოეპოვებინა ირანის წინააღმდეგ, თუმცა პეკინისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ტაივანისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების დაბლოკვა. შესაბამისად, ჩინეთის მხარემ ირანის შემაჯამებელ კომუნიკაში მხოლოდ მოკლედ სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებს შორის დაასახელა. დონალდ ტრამპისგან კი უფრო ხმაურიანი განცხადებები მოვისმინეთ. თქვა, რომ ჩინეთი მათ პოზიციას იზიარებს, მაგალითად ბირთვულ საკითხზე. თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განმარტა, რომ შეერთებულ შტატებს ჩინეთისთვის ირანის საკითხში დახმარება საერთოდ არ უთხოვია. ირანის საკითხი განვიხილეთ. მსგავსი შეხედულებები გვაქვს, გვინდა რომ ეს დასრულდეს. არ გვინდა ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, გვინდა რომ სრუტე გახსნილი იყოს. ამ ვიზიტის ყველაზე მკაფიო სიგნალი ტაივანთან დაკავშირებული გაფრთხილება იყო. ეს საკითხი შეერთებული შტატების ოფიციალურ შეჯამებაში საერთოდ ვერ მოხვდა. არადა სი ძინპინმა დონალდ ტრამპს საკუთარი პოზიცია წინა დღეს მკაფიოდ გააცნო. თუ ტრამპის ადმინისტრაცია ტაივანს დაანონსებულ შეიარაღებას მიაწვდის, მაშინ ეს მსოფლიოს ორ ყველაზე ძლიერ ქვეყანას შორის კონფლიქტს გამოიწვევს. ტაივანის სი ძინპინისთვის ერთი მიზეზითაა სენსიტიური. ჩინეთი მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და გაერთიანებისთვის ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. ჩინეთი ალბათ ამჯობინებს, რომ ტაივანი ნებაყოფლობით შეუერთდეს. ჩვენი პოზიცია ასეთია. ძალით ამის გაკეთება საშინელი შეცდომა იქნება. შედეგები გლობალური იქნება. მხოლოდ შეერთებული შტატებით არ დამთავრდება. ჩვენ კონფლიქტი არ გვინდა, გვინდა სტაბილურობა.
ბევრი გაუგებრობის მიუხედავად დონალდ ტრამპმა ვიზიტი ფანტასტიკური სავაჭრო გარიგებებით შეაფასა. ერთ-ერთ კონკრეტულ მიღწევად ჩინეთის მიერ ამერიკული ბოინგის თვითმფრინავების შესყიდვა დასახელდა. სხვათა შორის ტრამპის დელეგაციაში კომპანიის გენერალური დირექტორიც შედიოდა, თუმცა ამ საკითხზეც გაურკვევლობაა, რადგან ჩინეთის საგარეო სამინისტროში მსგავს გარიგებას არ ადასტურებენ. დონალდ ტრამპის გამოცხადებულ გამარჯვებას ბაზარის სხვა გვარად კითხულობს, რადგან როგორც მედია წერს, ბოინგის აქციების ფასები შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შემდეგ დაეცა. ბევრი კარგი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ, მათ შორის 200-ზე მეტი ბოინგის თვითმფრინავზე, იმ პირობით, რომ ეს რიცხვი სულ 750-ს მიაღწევს. თუ 200-ზე კარგად ითანამშრომლეს, ის ყველა დროის ყველაზე დიდი შეკვეთა იქნება. ეს ნამდვილად ისტორიული ვიზიტი იყო. საბოლოო ჯამში ამ ვიზიტს ექსპერტები მაინც ისტორიულად მიიჩნევენ. არა იმ მიზეზით, რასაც დონალდ ტრამპი ასახელებს, არამედ იმ მხრივ, რომ ისტორიაში პირველად ეწვია შეერთებული შტატების პრეზიდენტი პეკინს მაშინ, როდესაც რამდენიმე სფეროში გავლენის ბერკეტი ჩინეთის ხელშია. ახლა დონალდ ტრამპის ჯერია ჩინეთის პრეზიდენტს უმასპინძლოს, ვაშინგტონში სი ძინპინს სექტემბერში ელიან, თუმცა მანამდე ჩინეთის ლიდერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს წინ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში 20 მაისს ჩავა.